ტრამპს გეგმა აქვს მშვიდად. ტრამპმა იცის რასაც აკეთებს. მილიარდელია და ჩვენზე მეტი იცის და 1000 მსგავსი მხიარული რამ, რასაც ბოლო პერიოდში მოისმენთ, მაგრამ იცის კი მართლა. ან რა იცის, იქნებ სულაც ეს იყო მისი მიზანი, ან იქნებ არნახული წინსვლელის ამერიკას. მოკლედ, ერთ-ერთი რაც ტრამპს სურს, არის ის, რაც აქვს ჩინეთს და ის, რაც კარგად შეუძლია ჩინეთს. ეს არის წარმოება. ასევე მას სურს დოლარის ჰეგემონიის შენარჩუნება, განმტკიცება და ევროსთან და სტერლინგთან მიმართებით სხვაობის შემცირება. ტრამპის კიდევ ერთ-ერთი მიზანია ექსპორტის გაზრდა და ამერიკაში იმპორტის გაძვირება, რათა ქვეყანაში სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდოს. თუმცა, მთავარი კითხვა და გაურკვევლობა მაინც ღიად რჩება. რატომ ეს ხმის თავს ყველას? რატომ ინტერებს ყველაზე ახლო გარემოცვას, ყველაზე სანდო და ისტორიულ პარტნიორ ქვეყნებს? ტრამპის გარემოცვა ამბობს, რომ ყველაფერი ახლა იწყება. ტარიფების დაწესებითა და ქაოსის შექმნით, როგორც ჩანს ტრამპის საძმოს რაღაც გეგმა მართლაც აქვს. რატომ სურს ტრამპს და მის გუნდს ინდუსტრიის ქვეყანაში დაბრება მაშინ, როდესაც ამერიკის ეკონომიკა არნახულად დიდ მასშტაბებზეა გასული? ეს ფაქტი ორი მიზეზით აიხსნება. პირველი არის ის, რომ დეინდუსტრიალიზაციამ გაანადგურა ამერიკაში არსებული ქარხნები, ინდუსტრიები და სადაც ეს ქარხნები მდებარეობს, ყველაზე მეტი და ძლიერი მხარდაჭერა სწორედ ამ შტატებში აქვს ტრამპს. მეორე მიზეზია ის, რომ შეერთებული შტატების ინდუსტრია დიდად ჩამორჩება სხვა ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, იაპონია და ჩინეთი. ეს ფაქტი საგანგაშოა იმ გაგებით, რომ საჭირო მომენტში რთულ პერიოდში ამერიკას არ ექნება შესაძლებლობა დამოუკიდებლად შეძლოს კრიზისის გადალახვა, განსხვავებით ჩინეთისგან, რომელიც ფაქტობრივად ყველაფერს აწარმოებს და მაქსიმალურად თვითკმარია. მაგალითად, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთმა მხოლოდ გასულ წელს დაამზადა იმდენი სამხედრო დანიშნულების გემი, რამდენიც ამერიკამ ჯამში მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნები ძალიან სწრაფად ვითარდებიან. ყველა რესურსი აქვთ და სრული დატვირთვით მუშაობს ინდუსტრიაც, რაც აისახება მუშაობის სწრაფ ტემპებსა და მასობრივობაში. ომის პირობებში შეიძლება საწყის ეტაპზე ამერიკას უფრო ძლიერი ჯარი ჰყავდეს, უფრო ძლიერი შეიარაღება ჰქონდეს, თუმცა მასშტაბურობისა და სისწრაფის ხარჯზე, მაგალითად, ჩინეთი უფრო მეტად გამძლე და ძლიერი აღმოჩნდება. კი, ამერიკას სჭირდება გადატვირთვა და მეტი ყურადღების მიქცევა ყველა იმ საკითხზე, რაც უკვე ვთქვით. თუმცა ყველას წინააღმდეგ სატარიფო ომის დაწყება ერთდროულად რამდენად მართებული შეიძლება იყოს. ტარიფების მიღმა ამერიკის პრეზიდენტი არც ლანძღვას ერიდება, არც სხვა ქვეყნების დამცირებას და ზოგადად ყველა ზღვარი იმდენად გადალახულია მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს მსგავსი რამ. მოკლედ, მთავარი კითხვა სწორედ ეს არის, რატომ სურს პრეზიდენტს ამერიკისვე შექმნილი გეოპოლიტიკური ამინდი სრულად შეცვალოს. იმის გასააზრებლად თუ რა მდგომარეობა იყო წლების განმავლობაში და რატომ ბატონობდა მსოფლიო ეკონომიკას ამერიკა, საჭიროა რამდენიმე წლით უკან წავიდეთ. ბრეტონ ვუდის კონფერენციის სახელით არის ცნობილი მოვლენა, რომელიც დროსაც თანამედროვე მონეტარული პოლიტიკა შეიქმნა, ჩამოყალიბდა. 1954 წლის შემდეგ დოლარის ფასი და მისი მნიშვნელობა მსოფლიო ეკონომიკისთვის მნიშვნელოვნად იზრდება. ათეულობით ქვეყანას შორის სავაჭრო ვალუტა დოლარი ხდება და იმისთვის, რომ ამ ქვეყნებს შორის ყოფილიყავით, საჭირო იყო სამი წესის დაცვა. პირველი, ქვეყნის ვალუტის ღირებულება უნდა დაფიქსირებული იყო დოლართან მიმართებით, რომელიც თავის მხრივ მიბმული იყო ოქროსთან. მაგალითად, $1 რამდენ ლარს იყიდდი. მეორე, ქვეყანა უნდა დაყრდნობოდა ამერიკის სამხედრო ძალებს თავდაცვისთვის და პოტენციურად უნდა გემასპინძლა ამერიკული სამხედრო ბაზებისთვის. და მესამე, ამერიკა ეხმარება ქვეყანას განავითაროს თავისი ინდუსტრია, რითაც ქვეყნის ეკონომიკა ამუშავდება და ექნებოდა წვდომა ამერიკულ ბაზართან. მარშალის გეგმა ამის კარგი მაგალითია თუ გახსოვთ. ფაქტობრივად, ამერიკამ შექმნა ისეთი სისტემა, სადაც პარტნიორი ქვეყნები ახერხებენ შიდა ეკონომიკების საფუძვლად განვითარებას და მზა პროდუქტების ამერიკისთვის მიწოდებას. თუმცა, ასეთი მიდგომის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ამერიკა ემზადებოდა ახალი ომისთვის. შესაბამისად, სჭირდებოდა ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები მის გვერდით. მასზე დამოკიდებული და ასეთები იყვნენ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები და იაპონია. აგრეთვე ამერიკას სჭირდებოდა თავისი ნაწარმის და რესურსების ექსპორტის გაზრდა. შესაბამისად, ძლიერი ეკონომიკის მქონე პარტნიორი ქვეყნები შეძლებდნენ ამერიკული პროდუქციის ყიდვას უპრობლემოდ. ამ პოლიტიკამ ნამდვილად ცხადყო და განამტკიცა ამერიკული დოლარის ბატონობა. მსგავსი წესრიგი შენარჩუნდა 76 წლამდე. შემდეგ ნეოლიბერალიზმის ხანა იწყება და შემდეგი წესები დაწესდა. პირველი, შემცირდა აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები. მეორე, შემცირდა ინვესტიციების განსახორციელებლად დაწესებული ბარიერები. მესამე, დაწესდა მოქნილი გაცვლილი კურსი. მეოთხე, აშშ-ს თავაზობდა თითქმის ყველა თავდაცვას და მსოფლიო პოლიციის როლის მორგებას. ახალ რეალობას
სხვა ქვეყნებიც მოერგნენ. კერძოდ, უფრო მარტივი გახდა ამერიკაში ექსპორტიდან გართულდა ამერიკული პროდუქციის იმპორტი, უფრო მეტ პროდუქცია იღებდა აშშ, ვიდრე ექსპორტს ახერხებდა. განვითარებად ქვეყნებს მიეცათ უფლება დააწესონ მაღალი ტარიფები ამერიკულ პროდუქციაზე, რაც საშუალებას აძლევდა სხვა ქვეყნის ეროვნულ პროდუქციას კონკურენცია გაეწია ამერიკული ნაწარმისთვის. ამას აშშ იმიტომ აკეთებდა, რომ უფრო მდიდარი მსოფლიო, უფრო მეგობრული გახდებოდა მისი აზრით, როგორც ეს მოხდა გერმანიისა და იაპონიის შემთხვევაში. მოკლედ, თუ ყველა ამ წესს მიყვებოდი, ჰქონდა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციებთან წვდომა, მსოფლიო ბანკთან, ამერიკულ ბაზართან და ბონუსად ამერიკული სამხედრო ფლოტი იცავდა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას ზღვასა თუ ოკეანეში. ყველაფერი კარგად და სასიამოვნოდ ჟღერს, თუმცა ამ ყველაფრის საპასუხოდ აშშ ძალიან დიდ რამეს იღებს მსოფლიო ბატონობას. 2000-იან წლებში ამერიკას ტოვებენ ქარხნები და ეძებენ უფრო იაფ ვარიანტებს, მაგალითად ჩინეთი. მაშინ, როდესაც იწყება ამერიკის დეინდუსტრიალიზაცია, იწყება ჩინეთის შოკი. ანუ ჩინეთის წარმოუდგენლად სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული აღმოსვლა და ინდუსტრიალიზაცია. ბაიდენმა სცადა სუბსიდიების გაცემით ბიზნესების ამერიკაში დაბრუნება, თუმცა ძალიან მცირე მასშტაბის დაბრუნება მოხერხდა მხოლოდ. დიდ სურათში არაფერი შეცვლილა. ტრამპის ადმინისტრაციისთვის ამერიკის ინდუსტრიალიზაცია ეროვნული თავდაცვის საკითხია. ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი გამოწვევა ამერიკის ხელახლა ინდუსტრიალიზაცია და ამავდროულად ამერიკის ვალუტის, ანუ დოლარის სიძველის შენარჩუნება. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს მიზანი შეუძლებელია, რომ შესრულდეს, ხოლო ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ეს აზრი სულაც არ არის აზრმოკლებული და რეალისტურია. ბიზნეს მიღწევის პროცესში პირველი ნაბიჯია ტარიფების ქაოსი. ამ ეტაპზე ადმინისტრაცია არ ინტერესდება არც აქციების ფასების ვარდნით და არც არაფრით. უწესებს ყველას და ყველაფერს ტარიფებსა და მონაპარაკებებისთვის ჰქონდეს მნიშვნელოვანი ბერკეტები. ადმინისტრაციისვე თქმით, ტარიფების არსი არის ქაოსის შექმნისთვის, რათა სხვა უფრო მნიშვნელოვანი მიზანი იქნას მიღწეული. მეორე ნაბიჯია ორმხრივი ტარიფები. ზოგიერთი ქვეყანა ერთმანეთს უწესებს საპასუხო ტარიფებს, რაც მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკურ ომში ყოფნას ნიშნავს. მაგალითად, აშშ-სა და ჩინეთს შორის დაწესებული ტარიფები ზოგიერთ შემთხვევაში 250%-მდეც აღწევს. ამ ეტაპზე ვლინდება და ყალიბდება ის წრე, თუ ვისთანაც უნდა გავრცელდეს პარტნიორული ურთიერთობა და ვისთან მტრული. მესამე ნაბიჯია მოხდეს ამერიკულ ექსპორტსა და იმპორტს შორის ბალანსი. დღეს ამერიკა იღებს იმაზე მეტს, ვიდრე გააქვს სხვა ქვეყნებში. მათ შორის ჯერ კიდევ ასრულებს მსოფლიო პოლიციის როლს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული მოიხსენებათ. თუ არსებობს სხვა ქვეყნებს იემენელი ჰუსიტების ან სხვა მსგავს დაჯგუფებების მხრიდან გახდნენ თავდასხმის ობიექტები, უნდა მორიგდნენ ამერიკასთან. ახალი უსაფრთხოების გარანტიებზე, ახალი ტარიფებითა და კონფიგურაციით. ამ ვიდეოში შეგვიძლია კიდევ ერთ თეორიას დავუთმოთ დრო, ძალიან მოკლედ. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი და მისი გუნდი მაკიავისეული თეორიის, გიჟის თეორიის მიმდევარია. ამ თეორიის მთავარი არსი არის ის, რომ მტერმა მოწინააღმდეგემ აკიქვას გიჟად, ყველაფრის გამკეთებლად, შეურაცხადად და შენთან მიმართებაში მიდგომა შეარბიდოს, უფრო სერიოზულად მიიღოს შენი გაფრთხილებები და სიფრთხილით მოეკიდოს ყველა შენს ნათქვამ სიგიჟეს, რადგან ივარაუდება, რომ ყველაფერზე წამსვლელი და გამკეთებელი ხარ. ეს თეორია მართლდება მაშინ, როდესაც ძალა და ძალაუფლება შენს ხელშია. ამ თეორიის თანახმად შეგიძლია ბლეფაობას და ყველაფრის პირდაპირ თქმაც. შენმა მოწინააღმდეგემ ზუსტად უნდა იცოდეს თუ რა გსურს და ეს ხშირად უნდა იმეორო. ტრამპი კი ამ საკითხში ექსპერტია. ის მუდამ ჩინეთს ახსენებს ტარიფებს და მოპარულ ფულს. ის უწესებს ყველას და ყველაფერს ტარიფებს და მისი მიდგომა რეალური ხდება. არც მტერს ინდობს და არც მოყვარეს. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მტერმა მისი მიდგომებისა და აზრების იწმუნოს. როგორც ვხედავთ, ტრამპს აქვს გეგმა, თუმცა რამდენად იმუშავებს ან გამართლება თუ არა მოლოდინები, ამას უახლოეს პერიოდში ვნახავთ და შეგვეხება.